ანუ ტრამპი ვერ მოკლეს კიდე ერთი მორიგი თავდასხმა იყო და თეთრ სახლში შეკრებილი იყვნენ თეთრი სახლის კორესპონდენტების ეგრეთ წოდებული ვახშამი ქვია მას, რომელსაც ტრამპი და მელანია წესწრებოდა. Რაღაც 31 წლის მასწავლებელი შავკანიანი ცდილობდა შიგ შეღწევა შეიარაღებული და ისროლად და ვიცი დაგავებულია ის კაცი, ხო? ანუ ლიბერალი არის ჩვეულებრივი. ეხლა მე მინდა მარტივი რაღაც პარალელები გავატარო და მიაქციეთ თქვენს ამას ყურადღება. ძალიან გაუტრათ ტრამპი რო ვერ მოკლეს, ანუ ტერაქტი რო ვერ შედგა კონცეფს ულტრალიბერალებს ეს ტროცკისტები რო არიან შიზოიდები. სიძულვილი ცავსია. ხო და რა თქმა უნდა ირანელებს და აიათოლებს. ნახე საინტერესო კონფიგურაციაა. ქოთრუსები სოროსელი ულტრალიბერალები და ტერორისტები. აი ეს ერთი შაიკა არის, რომელიც იმართება ერთი საინფორმაციო კლოაკიდან. აი მას ლოკავენ. რატო უნდა გინდეს ხა ქართველი რო ხარ თქვათ, ხო? რატო უნდა გინდეს ტრამპის სიკვდილი? რომ ტრამპმა ვერ მოახერხოს თქვათ ირანული ტერორისტული რეჟიმის დაჩოქება და პლუს ამას რუსეთის გაყუზვა, ხო? ფაქტია, ორი საქართველოს ისტორიული მტერია, ამაზეა ლაპარაკი. არ უნდათ ეს, იმიტომ რომ არიან მოდგმით მონები. ახლა ყველა დეგენერატი არ არის ზოგიერთი მათ შორის არის რაღაცას რომ მიზანშედეგობრივ კავშირს ლოგიკას ფლობენ ასე ვთქვათ, ხო, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა არის კლინიკური იდიოტი, რომელიც ოცნებობს რუსეთის და ირანის ბორდელში მოხვედრაზე მისი სამშობლოსი. აი კლინიკური შემთხვევა ხო არის. მოკლედ გისამძიმრებთ, გადარჩა კიდევ ერთხელ ტრამპი. ჩემი დიდი ის რა ქვია, იდეალი ეგ არ არის, მაგრამ ჩემი სამშობლოსთვის, ჩემი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების და პირდაპირ მნიშვნელობით საქართველოს გადასარჩენად, ფიზიკურად გადასარჩენად, მისი პოლიტიკა მე დღეს მაწყობს და ღმერთმა გაუმარჯოს. მასაც და ისრაელსაც, როგორც ასევე მაწყობს მათი პოლიტიკა მე დღეს. ტერორიზმის დამარცხება საქართველოდან 500 კილომეტრში. გაამცელეთ ეს ვიდეო ბერმა ნახოს და გამომიწერეთ საერთოდ. ბევრი ადამიანი იყოს გამომწერი, რაც შეიძლება მეტად გავცელდეს ეს სიმართლე. ასეთია Facebook-ის ალგორითმი. მეტი გამომწერი, მეტი გავრცელება. ასე რომ თქვენ ჩემი გამოწერით და კომენტარითაც კი, ერთი სმაილიკითაც კი, ან ერთი, რა ვიცი, ლაიქითაც კი უწყობთ ხელს ამ აზრის გავრცელებას. ეს რომ ვიცოდეთ. გაიხარეთ.